გამარჯობა, დღეს განვიხილოთ ერთ-ერთი საინტერესო ანტივირუსი და ასევე რა თქმა უნდა პოპულარული, საუბარი მაქვს Kaspersky-ზე და კერძოდ მის 2013 წლის ვერსიაზე, რომელიც უკვე კარგი ხანია გამოსულია. სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. საერთოდ გადმოწერა ჯობია ოფიციალური ვებგვერდიდან, ამიტომ შევიდეთ Kaspersky.com-ზე. შესაძლოა Kaspersky-მა გამოუშვა ასევე კრისტალი, აქ აქვს Kaspersky, იგივე კრისტალი ეგეთი ვერსია, რომელიცაც მოგვიანებით განვიხილოთ. ჩვენ კი ახლა მინდა შევეხო Kaspersky ინტერესაკურით 2013 წლის ვერსიას. მასი გადმოწერა ჩვენ შეგვიძლია, რომ ასე ვთქვათ 30 დღიანი უფასო ვერსია გქონდეს და შემდეგ გავაყენოთ, ჩავთოთ კრეკიდან, უბრალოდ შემდეგ შევიყვანოთ პაროლი, თუ ეს დაგვჭირდება რა თქმა უნდა და შემდეგაც გავაგზავნოთ მასთან ურთიერთობას. ან 50 დღის განმავლობაში ყოველ შემთხვევაში ცუდ და კარგს ნამდვილად გავიგებ მის შესახებ. რაც შეეხება თვითონ პროგრამას, ახლა ჩვეულებრივ გაჩათ, გადმოწერას ვაწვევი, ვიმახსოვრებ და პროგრამა არის ჩემს კომპიუტერში. საინსტალაციო პაკეტი სხვადასხვა დიდი არ არის, 169 მეგაბაიტია, მაგრამ ინსტალაციის შემდეგ 1500 მეგაბაიტამდე ადის თავისი ამ ადგილს იკავებს ნამდვილად Winchester-ზე. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ყენდება XP, Vista და Mesh 7-ზე, რა თქმა უნდა Windows 8-ზეც, იმიტომ რომ ახლა Windows 8 მიყენია. და შემდეგი პარამეტრებით არის, მაგალითად XP-თვის მას სჭირდება 512-იანი ოპერატიული და 0.8 GHz კომპიუტერი, თითქოს ახლა კომპიუტერის პროცესორი არ მგონია ასეთი პატარა Windows კონდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში XP-თვის ეს მისთვის საკმარისია, ესე უწერია წარმოებლები ამას ამბობენ, მაგრამ არ მგონია მაინც კარგად იმუშაოს ამ სიძლიერის კომპიუტერზე. რა შეეხება Vista-ს და 7-ს, აქ უკვე სჭირდება 32-ბიტიანი ვერსიებისთვის 1 GHz, მინიმუმ 1 GHz პროცესორი და 1 GB ოპერატიული. 64-ბიტიანი ვერსიისთვის იგივე 1 GHz-იანი პროცესორი, 2 GB-იანი ოპერატიული მეხსიერება. მე მგონი რაღაც დონეზე გასაგებია. ეხლა ჩვეულებრივ საინსტალაციო პაკეტი აქვს 2012 წლის ვერსია ძალიან გავს 2013 შეიცვალა და დაემატა თორცდები ონლაინ შოპინგის კონტროლი, უფრო დაცული არის ეს მხრივ, თუ ჩვენ ვიყენებთ ასე ვთქვათ მასტერკარტებს ინტერნეტში სამოგზაუროთ, ან ონლაინ გადარიცხვებით ვარ დაკავებული, რომ ერთ-ერთი საჭირო პროგრამა ეს, ასევე მას გააჩნია ანტისპამი, ანტიფასაპოსტო ბლოგირება და ასე შემდეგ. და ჩვენ ვიყენებთ ვერსიას 13.01.50, მისი ზომა, საინსტალაციო პაკეტის ზომა შემთხვევაში 174 მეგაბაიტს წარმოადგენს. რა თქმა უნდა დაყენება მინდა, მიწერს 21 წუთს, მაგრამ 21 წუთი ნამდვილად არ დაჭირდება, ალბათ თავიდან ბოლომდე დაყენებას გულისხმობს. აქ არის ლიცენზია, რომელსაც უნდა დავეთანხმოთ, შეგვიძლია ამოუბეჭდოთ ასევე. და ეს არის ესენი, Kaspersky Security Network ეს ქსელია და წინასწარ გვეუბნება საფრთხეს შესახებ, როდესაც ჩვენ რომელი ვებგვერდზე შევდივართ და ეს ვებგვერდი ჩვენთვის იქნება სახიფათო, Kaspersky წინასწარ გვატყობინებს ხოლმე. ვისაც Kaspersky-თან აქვს შეხება, ამ შესახებ უკვე იცის, იმიტომ რომ ის წინასწარ ხვდება საერთოდ თუ რამე სახიფათო ვებგვერდზე და გვიზღუდავს მასში შესვლას. ის ინსტალაცია, როგორც ხედავთ, საკმაოდ სწრაფად თავდება. დიდ დროს ის არ წაგვართოს. არ უნდა წაგვართოს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა გააჩინა კომპიუტერსაც, მაგრამ პროგრამა ახალია, შესაბამისად ბევრად დახვეწილი ვიდრე თავისი წინამორბედები იყო. დამთავრების შემდეგ გვეუბნება, რომ დიდი მადლობა და გვთავაზობს გაშვებას. რა თქმა უნდა მზადავართ და მოდი გავუშვათ პროგრამა, ეს ჩვენ აღარ დაგვჭირდება ეს ფოლდერი. პროგრამა რამოდენიმე წამში ავტომატურად ამოხდება. და ასევე მისი იარლიკიც ქართულად რო თქვა მასახმობის გაჩნდება ჩვენს მონიტორზე. ეს ჩვენ უკვე აღარ დაგვჭირდება, შეგვიძლია წავშალოთ და ესეც, ძირითადად ეს არ ვიცი რა რატომ ხდება, მაგრამ 2013 წლის ვერსია გამოშვებულია 2012 წელს, 2013 წელს ჯერჯერობით არ გამოსულა. ის კრისტალი გამოვიდა, მაგრამ ალბათ გამოვა 2014 წლის ყოველ შემთხვევაში მოვლენებს აშკარად წინუსწრებენ. აქ არის აქტივაციის კოდი, თუ ამის კოდი გვაქვს და შევიძინეთ, შეგვიძლია შევიყვანოთ, ან შეგვიძლია უფასო 30 დღიანი ვერსია გავუშვათ, მეორეს ავირჩევ ჩემ შემთხვევაში. და რამოდენიმე წამში უკვე
პროგრამა ჩემს კომპიუტერშია. რაც შეეხება მის ვერსიას, აქ შეგვიძლია ვნახოთ კონკრეტულად რომელი ვერსიასთან გვაქვს საქმე, ვის შექმნილია და ასე შემდეგ. ასევე გააჩნია მის მიერ ნაპოვნი ობიექტების ჩვენება და შეგვიძლია ის დააწყოს დღეების, თვეების, კვირის და ასე შემდეგ წელიწადის მიხედვით. მაგალითად დღეს ეს ახალდაყენებულია და რა თქმა უნდა, ბევრი რამ ჯერჯერობით არ მომხდარა. ასევე სულ მან 713, 714 ყოველ წამში ალბათ რაღაც პროგრამას ეძებს, განიხილავს და გვაწყობინებს მის შესახებ ცუდია თუ კარგი. დღის განმავლობაში მას შეჯერებით არც ერთი ვირუსი ან რამ ეგეთი არ უპოვია, რა თქმა უნდა ვერც იპოვდა, იმიტომ რამოდენიმე წამის დაყენებულია. 30 ბაზები დაყენებულია, 30 დღიანი ვერსია. რაც შეეხება პირველი, რაც მასთან ურთიერთობაში უნდა გავაკეთოთ, ეს არის მისი აბნოვლენი, ანუ განახლება. ეს არის მოძველებული ვერსია. საერთოდ როდესაც ანტივირუსი დგება, მას გააჩნია რაღაც მონაცემთა ბაზა, რომლის საშუალებითაც ხვდება, რომ ეს არის ვირუსი და ეს არის კარგი. მას მუდმივი კავშირი უნდა ქონდეს ინტერნეტის საშუალებით თავის მონაცემთა ბაზასთან, იგულისხმება თვითონ Kaspersky-თან. როდესაც გამოვა დაუშვათ ახალი დაცვის მექანიზმი Kaspersky-ის მიერ, ის ავტომატურად განიახლებს თავს, გადმოიწეს იმ დაცვას და შესაბამისად უკვე მზად იქნება მის შესახვედრად. თუ ამის ბედნიერება გვექნება, რომ შევხვდეთ ახალ ვირუსს. ყოველ შემთხვევაში განახლება აუცილებელია და ინტერნეტთან წვდომაც ასევე სასიცოცხლოა მისთვის. ეხლა ჩვენ თანამედროვე განახლებას გააკეთებ, შეგვიძლია განვიხილოთ მისი ფუნქციები. მაგალითად, პირველი ეს არის ბრაუზერი, ანუ შემოწმება, მთლიანი შემოწმება, ანუ ამ შემთხვევაში იწყებს აბსოლუტურად ყველაფრის შემოწმებას, აუცილებელი მონაცემების შემოწმება. ჯერ განახლება უნდა გააკეთოს და მერე შევამოწმებო, კი ბატონო. და ასევე შეგვიძლია ავირჩიოთ მაგალითად რომელ დისკზე ჩაატაროს მან ასე ვთქვათ შემოწმება, ნებისმიერ ავირჩევი, ოკეი, ის მივცემ და ეს ყველაფერი მოხდება. ეხლა ჩვენ ეს ჯერჯერობით არ გვჭირდება. ამიტომ უბრალოდ ეს არის განახლება. ამჟამად მიმდინარეობს და ასევე როდესაც განახლება დამთავრდება, აუცილებელია კომპიუტერის გადარესტარტება, იმიტომ რომ ბევრი რამ დაემატება, მაგალითად შეიძლება ვერსია, ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ. ვერსია არის 13.01.50, ნუ დამთავრების შემდეგ მე გადავარესტარტებ კომპიუტერს და ვნახოთ მისი ახალი ვერსია. რაც შეეხება იმას თუ როგორ შეიძლება გავიგოთ განახლებაზე მეტი, აქ ჩვენ ჯობით განახლება მიდის და ამიტომ ვერ გავაკეთებთ. ყოველ შემთხვევაში უნდა დაველოდოთ განახლების დასრულებას და შემდეგ შეგვიძლია დეტალურად გავიგოთ ინფორმაცია იმ ვირუსების შესახებ, ან იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც მან განახლების პროცესში მოახდინა. განახლება დასრულებულია და მე უნდა გადავტირთო კომპიუტერი იმისათვის, რომ გავიგო ყველა ცვლილებების შესახებ. მოდი ჯერჯერობით რაფერი არ შეცვლა, ამიტომ განახლების შემდეგ, ანუ კომპიუტერის გადატვირთვის შემდეგ სისტემა მას აღიქვამს, რა თქმა უნდა. აქ არის ისინი, რაც იპოვა, რაც განაახლა. 322 ფაილი ალბათ ცოტა არ არის და უფრო მეტი კიდევ აგერ, სულ არის 1214, რომელსაც ჩაუტარა მან განახლება. შესაბამისად დასკვნა აქედან ეს იყო საკმაოდ ძველი ვერსია. კარგი, ავტომატურად განახლების რეჟიმი შეიძლება ჩაერთოს ავტომატურად, ან შეიძლება მიეთითოს ჩვენს მიერ, მაგალითად ხელით, ანუ ჩვენ როცა გვინდა მაშინ განვახლებთ, ან ავტომატურად რამოდენიმე დღეში, საათში, წუთში და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მე ავტომატურს მიუთითებ. განახლების სერვერი, რა თქმა უნდა, იქნება და Kaspersky-ის ლაბორატორია. და ოკეი, ეს დეფოლტად, ანუ ეს მოყვება მას ესე დაყენებული და ამის ცვლილება არც არის სასურველი. შემდეგი მოდი ჯერ გადავტვირთოთ კომპიუტერი და გავაგრძელოთ შემდეგი რესტარტის შემდეგ და საერთოდ კომპიუტერი ჩართვისას შემდეგ ყოველთვის ესეთი შეტყობინება გამოვა. ეს მის განახლებებზე უთითებს, ანუ მის განახლების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, ახალია მაგალითად იგივე ინტერნეტ მარკეტინგის დაცვის სისტემა. თუ ეს არ გჭირდება, უბრალოდ მიუთითოთ, რომ მეტი აღარ მაჩვენო და დავხუროთ. რაც შეეხება Kaspersky-ს, ის ახლა უკვე ჩვენს კომპიუტერშია, თავისი რა თქმა უნდა არ გამოვა მასზე. საჭიროა საჭირო, გამოძახებაა საჭირო, თორე ჩართვით აუცილებლად ჩაერთვება. დავუბრუნდეთ ისევ განახლების თემას.
განახლება უკვე მორჩა. აქ ჩვენ განახლებისთვის მაგალითად როგორც შეგვიძლია რომ აქედან მივუწვით, ასევე გვაქვს პატარა ღილაკი ნასტროიკა, რომელიც უთითებს თუ როგორ კონკრეტულად მართავთ, ასე ვთქვათ, ავტომატურ რეჟიმს და ასევე იმ რეჟიმს, რომელსაც ხდება მისი განახლება. მოკლედ შეიძლება აქედანაც არჩევა, შეიძლება აქედანაც არჩევა. რაც შეეხება ინფორმაციას ვირუსების შესახებ, ეს უკვე ინტერნეტში შეგვიძლია მივიღოთ, მაგალითად არსებობს ესეთი ვებგვერდი, აქედან გამოვიძახოთ და გახსნის. მაგალითად არსებობს ასეთი საიტი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ნებისმიერი ვირუსის შესახებ მივიღოთ ინფორმაცია, რამდენად სახიფათოა ის ჩვენთვის და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ ვებგვერდიდან ხვდება ჩვენი სისტემის მდგომარეობას და მეუბნება რომ ჩვენი დაცვა, ანუ საფრთხეობა საშიშროება არის 1%, 1, ანუ შესაბამისად ძალიან მინიმუმი მწვანეა, ყველაფერი რიგზეა, ჯერჯერობით კომპიუტერი დაცულია. ამ ყველაფერს ასევე შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაციები ვირუსებზე და შეგვიძლია, ასე ვთქვათ, ვიცოდეთ თუ კონკრეტულად რისგან უნდა დავიცვათ თავი. შემდეგი გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, ეს არის მარკეტინგის, ანუ ინტერნეტ შოპინგის განაცვლა. პირველ რიგში ამის შესახებ უფრო მეტი რო გავიგოთ, შეგვიძლია უბრალოდ დავაჭიროთ მეტის გაგებას. ახალი სისტემა ახალი შექმნილია და არსებობს მისი შესაბამისი ვებგვერდი, რომელიც მუშაობს ბეტა ვერსიაზე ჯერჯერობით. ბეტა ეს არის არადასრულებული. და აქ შეგვიძლია გავიგოთ ამაზე გაცილებით მეტი, ვიდრე მე შემიძლია ვთქვა. ხო, რაც შეეხება დამატებას, ანუ როგორ შეიძლება რომ სახიფათო სკრიპტები ამოისწრონ, შეგვიძლია აქ დავამატოთ სისტემა, ანუ ჩვეულებრივ დაბავიც მიცე. Andis webგვერდი, რომელიც ასე ვთქვათ, ამ გადარიცხვებს ვახდენთ, შემოვახდენთ მისი ან მაგალითად არსებობს რომელიღაც webგვერდი, რომელიც გადარიცხვის საშუალებით, ანუ ჩვენი ბარათის საშუალებით იღებს თანხას და შესაბამისად გვძლობთ რაღაც პროდუქტს, ხო? Შემიძლია შევიყვანო აქ მისი მისამართი, ან კონკრეტულად იმ ლინკის მისამართი, რომლის საშუალებითაც მოკლედ მე ვახდენ რაღაცის შეხის ესყიდვას. აფისანი ეს არის განმარტება და ოკეი. შესაბამისად უკვე ყურადღებას გაამახვილებს ამ პუნქტზე, ანუ ამ ვებგვერდს მეტ ყურადღებას მიახსოვს. შემდეგი გადავიდეთ, ეს არის მშობლების კონტროლი, ასე ქვია. ზუსტად რომ გადავთარგმნოთ. მშობლის კონტროლი საკმაოდ საინტერესო რამ არის, ეს ძველი ვერსიებიდანაც არის. შეგვიძლია დავაყენოთ პაროლი, ან უბრალოდ არ დავაყენოთ პაროლი. ამ შემთხვევაში გამართულია, მოდით ჩავთოთ და განვიხილოთ მისი პარამეტრები. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ უკვე ადმინისტრატორი. ჩატვის შემთხვევაში შემიძლია დავაწეროთ ჩემს სახელს ფსევდონიმი, ანუ რაღაც სახელი შემიძლია დავირქვა, შემიძლია ასევე სურათის შეცვლა, აქ ინფორმაციის ატვირთვა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ასევე გავიგო რა ხდებოდა კომპიუტერში ამ დღების განმავლობაში. მაგალითად, რა პროგრამები იყო გაშვებული, ან შეგვიძლია მივუწვით ის პროგრამები, რომლებიც უნდა მოხდეს, რომლებიც გაშვებაც უნდა მოხდეს ინტერნეტში, წვდომა, ანუ რამდენად ხშირად გამოიყენებოდა ინტერნეტი, ასევე აკრძალული იქნება გარკვეული ვებსაიტები, როგორც არის მაგალითად იგივე იარაღის, პორნოგრაფიის შემცველი პროქსი სერვერები და ასე შემდეგ. აკრძალო გადმოწერის უფლება, თუ შემიძლია აკრძალო მუსიკის, ამ შემთხვევაში აზრშენა, ანუ ნებართვა აქვს, ნებართვა აღარ აქვს. შესაბამისად, მუსიკა ჩემს კომპიუტერში აღარ იქნება გადმოწერილი. ვიდეო პროგრამები, არქივები, ანუ ეს არის WinRAR, RAR ან zip გაფართოების ფაილები შემიძლია აქედან აკრძალო და ეს ფაილებს ჩემი კომპიუტერი ვეღარ გადმოიწერს. ასევე პირადი ინფორმაცია და ტეგები, რომლის გამოყენებაც აიგზავნება. ამას მართლა შეუძლია მომხმარებელს, ანუ ეს შემიძლია მე დავაყენო და გავიგო ინფორმაცია თუ რა კეთდება ჩემ კომპიუტერზე. იგივე მაგალითად რამდენი ფაილი იყო გადმოწერილი, რა საიტებიდან იყო გადმოწერილი, რამდენად იყო მცდელობა, რა პროგრამები იყო გამოძახებული, რა საიტებზე იყო შესული და ასე შემდეგ. ფუნქციები საკმაოდ ბევრია ამ მიმართვის და ვიზუალურადაც ძალიან მარტივია რომ ეს ყველაფერი გავიგოთ, თავარია ვიცოდეთ სად არის ესე ფუნქცია. შეგვიძლია მე შემდეგ გამოვთოთ, როდესაც უკვე ყველაფერს გავიგებთ, ან საერთოდ როდესაც თუ გინდათ რომ ინფორმაცია მოგვაწოდოს, აუცილებლად რეჟიმში ჩართული უნდა იყოს, ანუ რადგან ჩემ კომპიუტერზე დააჭირდება, მე შემიძლია უბრალოდ გამართული
მქონდეს. შემდეგი ის არის ასევე Excel-ის მონიტორინგი, აქ არის ინფორმაცია მის შესახებ თუ ჩვენი IP-ებია, რომელი პროგრამა ინტერნეტში გასასვლელად რა IP-ს იყენებს და ასე შემდეგ. ვირტუალური კლავიატურა გამოიყენება რა შემთხვევისთვის. ანუ მაგალითად ჩვენ როდესაც ხდება ჩვენი კლავიატურის საკითხვა, რომ შემიძლია ინტერნეტში შევიდე, რაღაც ტექსტი დავწერო, მაგრამ ჩემს კომპიუტერში ისე შპიონი, რომელიც ამ ტექსტს ვიღაცას მიაწოდებს. ანუ შეხოშე არის კლავიატურის კონტროლები. ალბათ ჩვენ ვიცით, რომ კლავიატურასაც კლავიატურიდან ვბეჭდავ, შეიძლება რომ ვიღაცა ეს ყველაფერი წაიკითხოს, თუნდაც თუ მოინდომებს. ამისათვის არსებობს ვირტუალური კლავიატურა, ეს Windows თვითონაც გააჩნია. მაგრამ Kaspers's აქვს თავისი. და აზრი არის, როდესაც მე ვწერ კლავიატურაზე, თუ ეს შეიძლება დაინახოს შპიონმა, რომელიც შემოსული იქნება ჩემს კომპიუტერში. აქედან დაბეჭდილი ტექსტი ის ვერ დაინახავს, შესაბამისად მე შემიძლია ჩემთვის დავიცვა თავი და მაგალითად ეხლა ამის ტექსტებზე მე შეჯებს ვერ დავიწყებთ, მაგრამ პაროლის შეყვანა ყოველ შემთხვევაში შეიძლება ამის საშუალებით და შედეგად ის აბსოლუტურად დაცული იქნება. კარანტინი არის, სადაც ხდება ვირუსი, როცა სანამ ის წაიშლება. ანუ ცოტა ხანი აქ დგება, შეგვიძლია მის შესახებ გავიგოთ, წავშალოთ, გავასუფთავოთ. თუ რამოდენიმე ხნის შემდეგ ამ ხნესაც ჩვენ ვთითებთ, ვირუსი ავტომატურად ამოიშლება. რაც შეეხება აქნას ეს რაღაც ძალიან მოკლედ განვიხილე. აქ არის მაგალითად ამ შემთხვევაში ვიპანიანი, ანუ როდესაც ხდება ამ შემთხვევაში ჩამოთვლილი ეს პროცესები ხდება ახლა ჩემს კომპიუტერში. ყველას ნებართვა აქვს, შეგვიძლია აუგზავნოთ ნებართვა, ყველას ნებართვა აქვს, შეიძლება მისი ასე ვთქვათ, პოპულარობა აქედან იზომება თუ რამდენ პროცენტზე გრუზავს ის ჩემს პროცესორს და რამდენს იყენებს ოპერატიულ მეხსიერებას. როგორც ხედავთ, კონკრეტულად ყველა პროგრამა რაღაც რაოდენობით იყენებს ჩემს მაგალითად იგივე ამ დასაბუთებაც მე ვიწერ, იყენებს 23-17, რაღაც 20%-ამდე იყენებს ჩემს პროცესორს და ოპერატიულ მეხსიერებასაც შესაბამისად 103 მეგაბაიტს იყენებს. გარდა ამისა, სხვა ფუნქციებიც არის ჩართული. შეგვიძლია კონკრეტულად რომელიმე წავშალოთ, ეს ყველაფერი ახლა ეზრულად არის გაშვებული კომპიუტერში. თუ აქ რამეს ისეც გაღვაშენთ, რომელიც არ უნდა იყოს ნამდვილად გაშვებული, შეგვიძლია წავშალოთ, მაგრამ ხის შემთხვევაში ესე არ ხდება. ეს ნამდვილად საჭირო ინფორმაციაა. აქ არის კიდევ სხვა პარამეტრები, რომლებიც გვეხმარებიან. მაგალითად, ეს არის დისკი, რომელიც აღიდგენს სისტემას, ოდესმე ეს დისკი კომპიუტერსაც გააჩნია, შეგვიძლია შექმნათ დისკი, რომელიც უკან გადმოწევს, ასე ვთქვათ, და ვირუსული შეტევის შემთხვევაში დააბრუნებს ძველ ინფორმაციას, რაც ჩვენ გქონდა უკვე ასე ვთქვათ კომპიუტერში, სანამ ვირუსული შეტევა მოხდებოდა. გადავიდეთ შემდეგ ეტაპებზე, აქ ეს უკვე განვიხილეთ, შეგვიძლია ნასტროიკა. აქ თითქმის იგივეა, რაც 2009 წლის მერე, ანუ ძირითადი ფუნქციები აქ არ შეცვლილია, იგივე ჩართვა გამორთვა, მაგალითად პროგრამა ჩართული იყოს თუ გათიშული იყოს, უკვე შემთხვევაში პროგრამა იქნება ჩართული, ფილტრის ჩართვა გათიშვა, საფოსტო პოსტის ანტივირუსი, ეს ისინია, რაც გააჩნია პროგრამას, მაგალითად შეუძლია პოსტის შემოწმება, ვებ ანტივირუსის გათიშვა, AM ანტივირუსის გათიშვა. პროგრამების კონტროლი, ანუ ეს სადაც ჩვენ ვიყავით რა პროგრამა იყოს გაშვებული, რა იყოს შეზღუდული და ასე შემდეგ. მონიტორის აქტიურობა შეგვიძლია კავთიშებთან ჩავთოთ. ინტერნეტი, დაცვა ქსელური შეტევებისგან, თუმცა თუ გადავთარგმნო, ანტისპამი, ანუ სპამის შემთხვევაში დაცვა, ანტიბანერ ასევე დაცვის რეჟიმი სხვადასხვა ძალიან საინტერესო რამ არის, შეუძლია დაიცვას ინტერნეტში რაღაც მაგალითად მე მაქვს ინტერნეტი, მოდი შევამოწმოთ. და კონკრეტულად რომელიღაცა საიტზე არ მინდა შესვლა, ხო? მაგალითად ჩემ საიტში. და მინდა ამ საიტის შეზღუდვა Kaspers's საშუალებით. Full, ეგეთი მისამართი აქვს ჩვენს, ხო? შეგვიძლია გავააქტიურო, მიუთითო და ჩავწერო full. ოღონდ მიუთითო წინ და უკან ესეთი ჭყალები, ისინი. Pipke ნიშნავს ნებისმიერ სიმბოლოს. ოკეი. და ეხლა ვცადოთ აბა შესვლა. გავააქტიუროთ. აი როგორც ხედავთ, ვებგვერდზე შესვლა ამიგზალა.
მაგალითად, თუ მინდა ასეთ რაღაცის გაკეთება, ანტიბანერ ეს გააქტიურებულია და full, რასაც ხედავს ამის სამართით არცეთ ვებგვერდზე არ შევა. და მაგალითად შემიძლია მე აგზალო უშუალოდ F-ი, მოდი აგზალოთ უშუალოდ F-ი. ანუ მე მინდა F-ი, ანუ რასაც შეიძლება. მაგალითად შეიძლება პორნოზე აიგზალო, შეიძლება თამაშები აიგზალოს, game ჩაუწერ და თამაშებზე აღარ შევა. მაგალითად F-ი, ანუ F რაც აქვს, რომელი ვებგვერდსაც გააჩნია F-ი, აი ვებგვერდზე, არცეთ ვებგვერდზე არ შევიდეს. არ შევა როგორც ჩემს ვებგვერდზე, ასევე არ შევა ფაილჯიზე. წესით არ უნდა შევიდეს. ისე გააქტიურება და მოვიწვა თქო უნდა. ოკეი, ეს მიცეთ. აიგზალა არც full და არც ფაილი, იმიტომ რომ F-ი აქვს მათ საერთო. შესაბამისად, მათზე ურთიერთობას მე ვერ მოვახდენ, მაგრამ შემიძლია ასეთ რაღაცა ანტიბანერიდან აქ მიუთითო მეორეგან, როდესაც ქვევით ხედავთ, გააჩნია ესეთი ფუნქცია, აქედან შემიძლია მიუთითო, რომ კი ბატონო, აიგზალოს F-ი, მაგრამ სადაც იქნება full ეგეთი რაღაცა დაწერილი. აი ამ საიტის გარდა. ეხლა უკვე ჩემ საიტზე შევა, ხოლო ფაილჯიზე ისევ არ შევა. მეგონი გასაგები არის თქმაც მინდოდა. თუ ამ ყველაფერი უბრალოდ არ გინჩვენებთ, ანუ შეგიძლია აქ ნებისმიერ ვებგვერდი მიუთითო, ნებისმიერი ფრაზა მიუთითო და როდესაც ვებგვერდის მისამართი ამ ფრაზას დაინახავს, ის ავტომატურად მას წაშლის. ეს შეგვიძლია გავწიოთ. ასევე უსაფრთხოების რეჟიმი. გადავიდეთ ძიებაზე, ძიება. ანუ ძიება რა შემოწმება? მთლიანი ძიების პოლნი პროვერკა, ანუ მთლიანი სკანირების შემთხვევაში რა პარამეტრები აქვს, იგივე ხელით მოხდება მისი გაშვება, ასევე ყველა ფაილის შეამოწმოს, კონკრეტულად რომელიმე ფაილის მიხედვით შეამოწმოს ფაილები, ასევე არჩევის შემთხვევაში ანუ ეს არის მთლიანი სკანირება, ეს არის აუცილებელი ფაილების სკანირება, ეს არის აუცილებელი ფაილების სკანირება, ეს არის არჩევის შემთხვევაში ფაილების სკანირება და მათი პარამეტრები, მაგალითად იგივე არის ეს. ჩვეულებრივ პროვერკა. აი ამათი ნასტროიკებია ესენი, მოკლედ რო ვთქვა. განახლება, ანუ განახლების დაყენებაში ჩვენ ვიყავით, ასევე დამატებითი ფუნქციები სამაზაში და ეს ავტომატურად თვით დაცვა, ეგეთი თარგმანი აქვს, შესაძლებელია მისი გათიშვა, დაყენება, ეს არის ძირითადად ლეპტოპებისთვის ეს ფუნქცია, ანუ თუ ლეპტოპზე მუშაობს და ბატარეის გარეშე იქნება, ანუ თუ დენზე არ იქნება შეერთებული, შეიძლება თავი დაიწყოს ელემენტის დაცვის მიზნით, რომ ამალი არ დააჯინოს, თავი დაიწყოს განახლებისგან, არ გააკეთოს განახლება დაუშვათ, ან კონკრეტულად რაღაც სკანირება არ მოახსნიოს, იმიტომ რომ ბევრი ენერგიას მოიხმარს და მალე დაჭდება, ასე ვთქვათ, ინტერნეტი. ასევე პროქსი სერვერების გამოყენება, თამაშის რეჟიმი გააჩნია. ეს კარანტინში მოხვედრის დროა, ეს რას ნიშნავს? ანუ რამდენ ხანში მოხვდე, რამდენი ხანი იყოს ობიექტი კარანტინში, თუ მას ყურადღება ჩვენ არ მივაქციეთ. კარანტინი აქ არის მასში, როდესაც ობიექტი ამაში ჩავარდება, შეგვიძლია აღვადგინოთ ასევე, რომ არის მითი, რომ როდესაც გასვას კი აღმოაჩენს ვირუსს, მას არ შეუძლია მის ავტომატურად შლის მას, ის აგრევს მას კარანტინში. ანუ გავატყობინებს იმის შესახებ, რომ მე ვიპოვე ვირუსი და ეს წარმოადგენს საფრთხეს, შეგვიძლია შეამოწმო და თუ ეს, ასე ვთქვათ, შენთვის საჭირო ფაილია, უკან გადააბრუნო, ან წაშალო, ან გაასუფთავო კარანტინი, 3% აქვს აქ როგორც ხედავთ. კარანტინში მაქსიმალური დღე ის ყურადღების გარეშე გაჩერდება 30 დღე და შემდეგ ავტომატურად წაიშლება და ასევე 1 გიგაბაიტი შეუძლია ინფორმაცია დაიტოვოთ. შეგვიძლია ეს რიცხვები, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს შევცვალოთ. ამის საშუალება ჩვენ გვაქვს. ასევე კავშირი ადმინისტრაციასთან, ამის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მივწეროთ მათ ჩვენ გართულებები და ასე შემდეგ. სათამაშო რეჟიმი ნიშნავს, რომ მაგალითად, როდესაც კომპიუტერი თამაშის რეჟიმში მუშაობს და შესაბამისად ძალიან დატვირთულია მისი ვიდეო კარტა და პროცესორი, კასპერსკი როდესაც განახლებას აკეთებს ან სკანირებას აკეთებს, მისი
ის ძალიან გრუზავს კომპიუტერს, ანუ ის მოითხოვს მისგან ენერგია, შესაბამისად კომპიუტერი შეიძლება შეიზღუდოს სხვა რაღაცების გაკეთებაში, თუ მით უმეტეს სუსტია მისი მონაცემები. ამიტომ თამაშის დროს ჩვენ შეგვიძლია გამოვურთოთ მას, რომ ის მან არ გააკეთოს განახლება, არ გააკეთოს სკანირება და ასე შემდეგ. ვიდი ეს, ჩვეულებრივ ის არის, რა ქვია, ხედი, რასაც ჩვენ ხედავთ, პარამეტრების მართვა და მშობლების კონტროლი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ. შეგვიძლია შევამოწმოთ მაგალითად რა გააკეთა მან ამ ხნის განმავლობაში. როდესაც მე შევედი ინტერნეტში, 35 საბანერო სისტემა აღმოაჩინა და მოახდინა მისი ბლოკირება. სხვა შორის სპამები და ბანერები ძალიან მუდმივდნენ. შეგვიძლია მათი შესახებ გავიგოთ ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რომელ საიტზე აღმოაჩინა. მან აღმოაჩინა აკრძალული შესვლა და დაბლოკა კონკრეტული მონაცემები, მაგალითად მე ხომ მივხვდით, რომ F-ის შემთხვევაში დაებლოკა. ასე რომ მან დაბლოკა ყველა ის ფუნქცია, რაც დაინახა F-ზე. შესაბამისად მე ანტიბანერი უნდა მოუხსნა, იმიტომ რომ ეს ნამდვილად არ მჭირდება. შემიძლია აქედან გავასვობ თავი უბრალოდ. როცა ამ შემთხვევაში არ გახსნის არც სურათებს. როგორც ხედავთ, აქ სურათი დაბლოკა იმის გამო, რომ ანუ F იყო მისამართი და არ იყო მთლის full ამ სიტყვას არ შეიცავდა. მე მგონი გასაგებია. აბა ვერსია არის 30 დღიანი. უფასოდ რეჟიმში 30 დღის განმავლობაში იმუშავებს. გარდა ამისა არსებობს მესიგრეკები, რომლებიც ინტერნეტში ფართოდ მოიპოვება, შეგვიძლია იგივე გავტეხოთ ან მოახსნიოთ მისი ლიცენზიის მომატება, მაგრამ სასურველია რომ იმუშაოს 30 დღე თავისით. ის ნამდვილად პრობლემებს არ შეგვიქმნის, საკმაოდ სტაბილური ანტივირუსია და რაც მთავარია, გამოცდილება ნამდვილად არ აკლია, ძალიან დიდი ისტორია აქვს. მოგეთ დავტესტოთ და ვნახოთ რა გამოვა.